მადლობთ ემა, მივესალმები მაყურებელს, წარმატებულ წელს გისურვებთ, თქვენს მაყურებელსაც, ჩემი პირველი ეთერია ახალ წელს. ხო, იცით რა, ჩვენ ხო გამოვდივართ, ჩვენ როგორც პოლიტიკური გაერთიანება, ლელო ძლიერ საქართველო, თქვენ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ჩვენ საბოლოო ჯამში რა გვამოძრავებს, ხო? ანუ ჩვენ სურვილი რა არის? რომ ქვეყანაში გქონდეს ისეთი პოლიტიკა გაადაროს ხელისუფლებამ, რომელიც ემსახურება ქართული ხალხის ინტერესებს. კორუფციასთან ბრძოლა, კორუფციის, ასე ვთქვათ, როგორც აი ამ ფენომენის აღმოფხვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რატო? იმიტომ რომ იქ სადაც არის კორუფცია, იქ არ არის ეკონომიკური ზრდა, იქ არის სიღარიბე და ასე შემდეგ. ეხლა კორუფციასთან ბრძოლას ფორმალურადაც კი არაფერ კავშირში არ არის ღარიბაშვილის დაკავება, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში მე არ მესმის, რომ ესე არის მისთვის წაყენებული ბრალი, რომ ეს უკავშირდება რა არის კორუფცია. კორუფცია არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, გამდიდრების მიზნით, ხო? კორუფციულ გარიგებაში შესვლა და ასე შემდეგ. მაგრამ თუნდაც ის რომ აი ჩამორთმეული ფული ახლა მიემართა სახელმწიფოს სასარგებლოდ არაფერი არ ვიცით. ჩვენ საბოლოო ჯამში არც ის ვიცით რამდენი ფული მოიპარა, თუ მოიპარა ღარიბაშვილმა, ან როგორ მოიპარა, რა გზებით მოიპარა, ან რამდენად არის ადეკვატური ის სასჯელი, ან ქონების, ასე ვთქვათ, სახადი იქნება ეს თუ 5 წელი ციხეში თუ არაფერი ამას საერთო არ აქვს კანონის უზენაესობასთან. რატო? იმიტომ რომ მარტივია როდესაც დამოუკიდებელი ინსტიტუცია ქვეყანაში არ გაქვს, როგორიც არის დამოუკიდებელი პროკურატურა, სასამართლო და სხვა, ის სასამართლო და პროკურატურა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესებს, არავის შემთხვევაში არ არის დამოუკიდებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იქნება ეს, ხელისუფლების განშტოების რომელიმე კლანის მეთაური თუ სხვა, ანუ დღის წესრიგი განისაზღვრება ჩრდილოვანი დღის წესრიგით, ბიზინა ივანიშვილის კარზე რა თამაშობს, ვინ თამაშობს და რა სჭირდებათ მათ დღეს და არაფერი საერთო გამჭვირვალეობაც არ არის ამ საქმესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რაღაცა პერფორმანსი, რაღაცა კადრები, სადღაც რაღაცა დადებული ნივთები, შინაარსობრივად, აი თქვენც რომ მაგრამ ეს ხომ არ არის ერთეული შემთხვევა, ანუ ღარიბაშვილი მიუსვეს ციხეში სუსის ყოფილ უფროს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს. არც ერთ ამ საქმეზე თქვენ არ ფლობთ ინფორმაციას რეალურს, ისევე როგორც მე არ ვფლობ ინფორმაციას რეალურს, იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც არ არის გამჭვირვალეობა, სადაც მათ შორის გადაწყვეტილებები, რომელსაც ეს ხალხი იღებს, როგორიც არის საპროცესო გარიგება, ჩვენ ხო არ ვიცით, რატომ მიიღო. კიდევ უფრო მცირე ინფორმაცია გვექნებოდა, საერთოდ რომ არ დაწყებულიყო ბრძოლა ამ ადამიანების წინააღმდეგ, ხო, სამართლებრივი ბრძოლა გულისხმობ ამ ადამიანების წინააღმდეგ. ამას აქვს ერთადერთი დანიშნულება, ჩვენ რეალურად ისიც არ ვიცით, რამდენი ფული აქვს ამ ხალხს რეალურად მოპარული თავის დროზე და რამდენი ფული მიიტანეს. აი, ჩემთვის მე რო ამას ყველაფერს ვუყურებ, აქვს ამას როგორ გითხრა ესეთი შეფერილობა კრიმინალური გარჩევის დედოვშჩინის, აი რაღაცა არაფორმალური ჩაგვრის და არაფორმალური დამტკიცების, რომ ვინ არის უფროსი ამ ქვეყანაში და შენ თუ სახლში რამე წაიღე, მე ჩემთან უნდა მოგეტანა ჯერ და მე განგისებ. თქვენ არ იზიარებთ იმ ვერსიას, რომ შესაძლებელია, ანუ მთელი ძალაუფლება რეალურად კობახიძემ და მდინარაძემ აიღეს გადაწყვეტილების მიღების ბერკეტების სრულად საკუთარ ხელში ასე ვთქვათ ჩაიგდეს და საფრთხე ბიძინა ივანიშვილსაც ემუქრება? არა, მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ კობახიძის ინტერესებში არის, რა თქმა უნდა, რომ არავინ არ იყოს გარშემო, ხო? ანუ ივანიშვილისთვის, ივანიშვილის, ასე ვთქვათ, სათადარიგო შემადგენლობა აღარ ყავდეს, იმიტომ რომ კობახიძეს ხო უნდა ერთ დღეს მოაჭრას თავი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, როდესაც დადგება პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც აქამდე გადააგდო ყველა პრემიერ-მინისტრი და ასე ხო ციხეშიც გაუშვა, როცა დასჭირდა, კობახიძეს იგივე ელოდება, რამე სხვა ბედი ხო არ ელოდება მას. ამიტომ რა თქმა უნდა, მის ინტერესებში არის, რომ ის იყოს ერთადერთი, ასე ვთქვათ, დაჯგუფება დარჩეს, ხო? გადატანითი ბრჭყალებში, რო ვთქვათ, ხელმწიფის თუ თავარი, ასე ვთქვათ, მაფიოზური ბოსის კარზე აღარავის სხვა არ იყოს. ეს რა თქმა უნდა არის კობახიძის ინტერესებში. ამ თვალსაზრისით კი მე ვხედავ იმას, რომ კონცენტრაცია მიდის ერთი კლანის ხელში. თუმცა მე არ ვიცი, რაც არ ვიცი, იმაზე ვერ ვისაუბრებ.
რა არის ურთიერთობები კობახიძეს და ბიზნა ივანიშვილის შორის, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხო, საქართველოს მოქალაქისთვის რა მნიშვნელობა აქვს? აი მჭორებს ჩვენ შეგვიძლია რომ მე და თქვენ დავსხდეთ, ან სხვა სტუმართან ერთად დასხდეთ და ძალიან ბევრი ვიჭორავთ ინფორმაციაზე, რომელიც არ ვიცით რეალურად. ის რაც ვიცით, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ. ის რაც ვიცით არის ის, რომ აი ხლაც გამოქვეყნა Forbes-ის გამოკითხვა შესაბამისი რეიტინგები, რომ ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაჩანჩალო ქვეყანა, რაც შეეხება უმუშევრობას. ჩვენ ვიცით, რომ ფასები ჩვენს ქვეყანაში კატასტროფულად იზრდება. ჩვენ ვიცით, რომ ბიუჯეტიდან მაგალითად 400 მილიონი ეხლა თქვენი ჯიბიდან, თქვენ რო გადასახადიხდით, იქიდან 400 მილიონი უნდა კალაძის მიერ დადებული სავარაუდო კორუფციული გარიგებების შედეგად არბიტრაჟში გადაიხადოს სახელმწიფომ. ჩვენ რაც ვიცით, მაგრამ ეკონომიკაზე ამას მინიმალური ეფექტი ექნება, ხედავდით ხო ამ განცხადებებს ქართული ოცნების მხრიდან გაკეთებულს. ჩვენ რეალურად გადავარჩინეთ, რომ რუსული კომპანიის ხელში არ აღმოჩენილიყო ისეთი, ასე ვთქვათ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგოობიექტი. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უნდა კითხონ პენსიონერებს, რომლებსაც გროშებს უხდიან. იმის ნაცვლად რომ პენსია ქონდეს საქართველოში პენსიონერს 1000 ლარი, რაც არის აბსოლუტურად ასე ვთქვათ, რაციონალურად მიღწევადი მიზანი, მათ უნდა კითხოთ, რომ აი 400 მილიონს რო გადაყრიან ახლა წყალში, იმიტომ რომ იქიდან საბოლოო ჯამში თავის წილი შეხვდება კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ქართული ოცნების, აი პენსიონერს კითხონ, ის 400 მილიონი მათი პენსია თუნდაც რამდენიმე ლარით რომ მომატებულიყო, ერთ-ერთი არგუმენტი ის იქნებოდა მათი მხრიდან, რომ ხო, მათ შორის პენსიონერების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისინი სხვანაირად აპირებენ, მათ შორის არის შექმნეს ფასების შემსწავლელი, თუ არ ვცდები, სამთავრობო კომისია. შეიძლება ტერმინი მეშლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამთავრობო დონეზე შეიქმნა ეს ფასების შემსწავლელი კომისია და აქვთ, ასე ვთქვათ, მიზანი, რომ ამ კომისიის მიერ შესწავლის, ბაზრის შესწავლის შემდეგ სამომხმარებლო ფასები მნიშვნელოვნად გაუიაფდება საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის პენსიონერებს. ხო, ნუ მსგავსი სიბეცე საერთოდ მე არც გამიგია და ნუ ამ ხალხმა არ ვიცი, ზოგიერთი მათგანი ხო საბჭოთა კავშირში დაიბადა და გაიზარდა და ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ფასების რეგულირებამ დაანგრია გაცილებით უფრო ძლიერი ეკონომიკა. ანუ ბოდვა არის, ეს ხო არის ჩვეულებრივი ბოდვა, ეს არის ჩვეულებრივი პიარ აქცია, რომელსაც ვერც გააკეთებენ, ვერაფერს ვერ გააკეთებენ, დარწმუნებული ვარ, ერთადერთი რაც რისთვისაც ალბათ შეეცდებიან რომ გამოიყენონ, არის ისევ რომ რაღაცა მოძებნონ ვიღაცა, აი როგორც რაღაცა აბრალებენ ვიღაცას, მაგალითად რომ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს, ესე დააბრალონ ვიღაცას, რომ ფასების გაზრდა არის მისი ბრალი. სინამდვილეში ეკონომიკური ეფექტი ამას ყველაფერს ექნება. განტევების ვაცი ეყოლებათ ამ შემთხვევაში. ეს ალბათ შესაძლებელია მათ შორის მათივე გუნდიდან, იმიტომ რომ დღეს ფაზო დათუნაშვილის ბრიფინგი იყო, ხო, თქვენი წარმომადგენლის როგორ დაჭირდებათ. ამ ხალხისთვის ხო არაფერი. ნახეთ, ან ძირითადად იმპორტიორები, სწორედ ქართული ოცნების წევრები, ან ქართული ოცნების შემომწირველები არიან. ჩვენი პრობლემა, ამ ქვეყნის პრობლემა არის, რომ ეს ქვეყანა აღარ იმართება. ამ ქვეყანაში პოლიტიკა როგორც ესეთი აღარ არსებობს, იმიტომ რომ ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც არის, ну, რაღაც შიხში არის უკვე შესული, ანუ პიარ აქციების გარდა ამ ხალხს რეალურად შინაარსი პოლიტიკური აღარ დარჩა და არც მათ შორის ეკონომიკური შინაარსი აღარ დარჩა. ანუ პოლიტიკა ქვეყანაში როგორც ესეთი აღარ არის საერთოდ. ამიტომ ყველაფერი რაც კეთდება, მათ შორის ღარიბაშვილის დაჭერა იქნება, თუ იქ ვიღაცა ხვალ ჭიჭიკოს დაიჭერა, ზედ ბიჭიკოს, რომელიც გუშინ მინისტრი იყო და გუშინ მინისტრის მოადგილე, ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ არის შექმნილი ცირკი, სანახაობა იმისთვის, რომ აი ეს გაღატაკებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ყოველ დღე თან მისი ცხოვრება უარესდება და წარმოუდგენელი არის ფასების ზრდა, წარმოუდგენელი არის ის გაჭირვება, რომელიც ჩვენს გარშემო, ну, სამწუხაროდ იზრდება. ამაზე რო არ აქვს პასუხი, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს რო უთხრეს, რომ უნდა გაგიუქნოთ ახლა ბევრს დახმარება, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით იღებთ დახმარებასო, იმიტომ რომ არჩევნებმა ჩაიარა ახლა. აი ამ ხალხს რო შესთავაზონ რაღაცა რომაელების მოგონილი ძველი მაქსიმია, რომ ხალხს უნდა შესთავაზო ან სანახაობა, ან პური. პური მათ აღარ აქვთ და ჩვენ ახლა ვიმყოფებით
მხოლოდ დასაწყისში, ანუ საერთაშორისო იზოლაციას მათ შორის ჩვენზე გაცილებით ძლიერი რესურსების მქონე ქვეყნები საბოლოოდ ეკონომიკურად ჩამოშალა. საქართველო ახლა არის მხოლოდ დასაწყისში ამ გზის, ხო? საერთაშორისო იზოლაციის მხოლოდ დასაწყისში ვართ, იმიტომ რომ იგივე რაღაც ბევრი საერთაშორისო რესურსი უკვე გაჩერდა. მოდი ვიდრე საერთაშორისო თემაზე გადავალთ, იმიტომ რომ მე იმის თქვა მინდა რომ ყველაფერი დღეს რაც ხდება ქართული ოცნების მხრიდან, ამას არაფერი საერთო არ აქვს. კარგი, ოპოზიცია რას თავაზობს საზოგადოებას? აი ამ ეტაპზე, ანუ მოლოდინი ოპოზიციის მხრიდან ისევ პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას მოვიყვან, გაჩნდა გარკვეული ტიპის, არ ვიცი, ერთობაზე თუ ერთიანობაზე. ხაზგასმით ითქვა ნაწილის მიერ, რომ ეს არ შეიძლება იყოს რაღაცა ერთი პარტია, ერთი სია, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ერთიან სტრატეგიაზე კი ბატონო, ოღონდ ჩვენი ასე ვთქვათ, პოზიციები და პრინციპები უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, არ ვიცი თუ მოისმინეთ, აგერ გიგა ბოკერია საუბრობდა მათ შორის ლელოსთან მიმართებაში, რომ ლელომ უნდა გაითავისოს ის თამაშის წესები, რომელიც დემოკრატიული ოპოზიციური პარტიებისთვის არის მისაღები და თაზო დათუნაშვილი ამბობდა დღეს, რომ ნებისმიერ კონსულტაციაში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ანუ რა ვიცი, სადმე ხედავთ ასეთი კონსულტაციების გამართვის პოტენციალს? ლელოს პოზიცია ძალიან მარტივი იყო ყოველთვის, ძალიან მარტივი. ჩვენ მზად ვართ ყველანაირ თანამშრომლობისთვის, თუ ვინმეს აქვს რეალური ხედვა, რა უნდა გააკეთონ, იმიტომ რომ თუ რა ვიცი, ახლა გიგა ბოკერია იქნება თუ მაგალითად გიგა ბოკერიაზე ვისაუბროთ, ხო? თუ რა ვიცი, მე მას პატივს ვცემ, ჭკვიანი ადამიანია. არის თუ არა პოლიტიკურად წარმატებული მისი რომელიმე პროექტი, რომელიც დღემდე განხორციელებია. სამწუხაროდ არა, დიდი წარმატებით არ გამოირჩევა, ხო? იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობიდან წამოსვლა მოუწია, მაგრამ ევროპული საქართველო დაეშალათ. ამიტომ მხოლოდ ამიტომ არა, მე კონკრეტულად გიგაზე შეიძლება თქვენთვის გიგა ამბობს, რომ ანუ თქვენ მითხარით, რომ გიგა მე არ მისხენია, მაგრამ გიგამ თქვა რომ ლელომ უნდა. მაშინ იგივე ლოგიკით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასდროს არ გავითვალისწინებთ მის საზრს, იმიტომ რომ მისი პოლიტიკური წარსული დღეს აჩვენებს ერთ-ერთ რამეს, რომ სწორი გადაწყვეტილებები არ მიუღია ბევრჯერ. აი იგივე შემიძლია ვთქვა ბევრ სხვა პოლიტიკურ მოთამაშეს. ამიტომ ჩემი პირადი პოზიცია არის საერთოდ, რომ არანაირი რაღაცა წარსულში ქექვები, რომ იმან ესე თქვა ვიღაცაზე, ამან ასე თქვა, იმას ეს შეშალა, არაფერს მომცემი არ არის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არ არსებობს პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია განაცხადოს პრეტენზია ან თუნდაც ელექტორალურად, რომ მას ეკუთვნის რაღაცა ლიდერის როლი. მარტივი მიზეზით, იმიტომ რომ ერთადერთხელ, როდესაც ისიც გაყალბებულ არჩევნებზე გაიზომა მხარდაჭერა პარტიების, მეტნაკლებად ერთნაირი მხარდაჭერა ჰქონდა სხვადასხვა ოპოზიციურ დაჯგუფებებს. ამიტომ ჩვენი მიდგომა არის მარტივი, ხო? მათ შორის ჩვენი წინადადებები არ იქნა გაზიარებული სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ, იმიტომ რომ ამბობთ რომ აღარ უნდა მოხდეს აი ამ წარსული წყენების და რაღაცა ხინჯების გახსენება. არა, ოღონდ უნდა გახსოვდეს, არის რესურსი ახალი ფუნქციიდან დაიწყო ოპოზიციურმა პარტიებმა ურთიერთობა. პირდაპირ გეკითხები. ჩვენი წინადადება იყო, როდესაც მოხდა საპარლამენტო ბოიკოტი, რომ შეგვექმნა ალტერნატიული პოლიტიკური ფორმატი. ეს არ იქნა გათვალისწინებული. გადახედეთ დღეს პოლიტიკურ სპექტრს. დღეს არ არსებობს პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი რეალურად, სადაც პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. რომ შექმნილიყო ის ალტერნატივა, რაზეც ჩვენ საუბრობდით, შეიძლება ესეთი შანსი ყოფილიყო. და მიზეზი რა არის? ანუ იმიტომ რომ ყველა ცალკე მოქმედებს, ხალხს ძალიან საინტერესო თქვით. დავასრულებ კიდე თუ შეიძლება მეორე თემას. 4 ოქტომბერი. ახლა მაოცებენ მე ბოიკოტის მომხრე პარტიების არჩევნებში, რომლებიც კიდებენ სრულ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც მერე მოხდა იმ ხალხს, ვინც სტარი ძალიან მოწოდებით გამოდიოდა, რომ 4-ში ვიწყებ და 4-ში ვამთავრებთ, იმიტომ რომ ისინი რას თავაზობდნენ მაშინ საზოგადოებას, არჩევნებზე არ წახვიდა და მერე რა იქნება. ამიტომ მე ნახეთ რისი თქმა მინდა, ჩვენი გზა, ჩვენი შეთავაზება, ჩვენ რაც მიგვაჩნდა სწორად და რაციონალურად ის შევთავაზეთ მაშინ ადამიანებს, მათ შორის ზეპარტიული გაერთიანებით თბილისში, ასე ვთქვათ, შერკინება ივანიშვილის რეჟიმთან და მე არ ვიცი ერთი წამით რო დაუშვათ, რომ დღეს თბილისის ოპოზიციონერი მერი ყოლოდა და მოეგო თბილისის ოპოზიციას. აი როგორ ფიქრობთ, უფრო ძლიერი იქნებოდა დღეს პოლიტიკური სპექტრი ამ ქვეყანაში თუ უფრო სუსტი? მე მგონია რომ უფრო ძლიერი. ამიტომ მე რის თქმა მინდა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა.
ჩვენ გვაქვს ჩვენი წინადადებები, ჩვენ გვაქვს ჩვენი, ასე ვთქვათ, რაღაცა მიდგომა. პირობები გაქვთ თქვენ? პირობები არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა. მე ხო ვერ ავყვები ვიღაცას სიგიჟეში და აბსოლუტურად განწირულ რაღაცა სულისკვეთებაში. მე რის თქმა მინდა რომ მე მიმაჩნია რომ ჩვენ ლელოს გვაქვს რაციონალური მიდგომა, ძალიან პრინციპული, ამავე დროს რაციონალური მიდგომა პოლიტიკური პროცესების წარმართვასთან დაკავშირებით. სხვას თუ აქვს ალტერნატიული წინადადებები, როგორ წარმართოთ პოლიტიკური პროცესი, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონსულტაციისთვის. ვინმეს აქვს რაიმე წინადადება, რომელიც დადო მაგიდაზე და ჩვენ ვთქვით, რომ ამაზე ჩვენ არ ვიმსჯელებთ, იმიტომ რომ თქვენ არ მომწონხართ, ან შეგეშალათ რამე, რა ვიცი, წარმატებული პარტია დაშალეთ, ან უდიდესი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიიდან წამოსვლა მოგიწიათ, ან არ ვიცი, რაღაცა შეგეშალათ, რომ ბოიკოტი გამოცხადეთ. ამ განხილვაში ჩვენ არ გვაინტერესებს შესვლა, მაგრამ მაინტერესებს პოლიტიკური იდეა. თუ ვინმე საქმე პოლიტიკური იდეა ამ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლა როგორ უნდა გაგრძელდეს და აქვს რაიმე სხვა შეგვთავაზოს განსახილველად ჩვენ არასდროს არ გვითხოვს უარი რაიმეს განხილვაზე. ან რაც გამოვიდა საპატიმროდან თქვენთან მიმართებაში, ხო, თქვენთან კონსულტაციების გამართვის სურვილი არ გამოუხატავს, ვაზუსტებ. ანუ ზურაბ ჯაფარისთან ჩვენ გქონდა იყო მე მგონი იყო საუბარი ჩვენ მე არ მინახავს ზურა, იმიტომ რომ მათ შორის რაღაც ვერ მოვიცალეთ როგორც სტარ ვარ მუდმივად აქ, მაგრამ პრობლემა არავისი არ არის. კიდე ერთხელ ვამბობ, ვინმეს აქ რამე ხედვა, ზურა იქნება თუ სხვა, ზურა იქნება, გიგაბოკერია იქნება, თუ არ ვიცი, ვინ იქნება, რიგითი, არ ვიცი, მოქალაქე იქნება თუ როგორ არის, მოახერხა ოპოზიციამ რაღაცა კონსულტაციების რასაკითხზე. არ ვიცი, ერთიან სტრატეგიაზე, რომ მოისმინოთ ერთმანეთის შეხედულებები, ხედვები და ან საბოლოოდ დასრულდეს ლაპარაკი აი ამ რაღაცა ერთობაზე, ან პროცესმა რაღაცნაირად წინ წაიწიოს. რა სტრატეგიაზე, ვინმე სტრატეგია მოგისმენიათ თქვენ, იმიტომ რომ მე არ მომისმენია. ჯერ არ არის ეს საჯაროდ განსახილველად გამოტანილი. არ ვიცი, მე არც საჯაროდ მომისმენია და არც დახურულ კარს მეღმა და როდესაც მეცოდინება, რომ ვინმეს რამე სტრატეგია აქვს, რომელზეც უნდა საუბარი, ჩვენ კარი არავისთვის არ მიგუხურია, პირიქით ყოველთვის ვიყავით მოწინავე ხაზზე. რომ ერთიანი მათ შორის ზეპარტიული ერთობა შემდგარიყო ვიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ვიღაცას თუ არა აქვს პოლიტიკური იდეა საკუთარი და ამიტომ ლაპარაკობს რაღაცა ასე ვთქვათ ერთობის აუცილებლობაზე, ოღონდ ისე რომ იმ ერთობისთვის თვითონ არაფერი შეთავაზება არ აქვს, ეს ჩემი აზრით უბრალოდ არ არის სერიოზული საუბარი, იმიტომ რომ მე ვინმე სადმე მეძახის რამე შეხვედრაზე იქ რომ მივიდე, მაინტერესებს რაზე უნდა ვილაპარაკოთ. და მეც თუ ვინმეს დაუძახებ შეხვედრაზე, საქმიან საუბარზე უნდა დაუძახო და არა იმიტომ რომ სადღაც შევხვდით და ფოტო გადავიღოთ. თქვენ არ მოგისმენიათ, მოდი ესე კატეგორიულები ნუ ვიქნებით, რა ვიცი, ნუ ვიტყვით რომ არა აქვთ. ნუ ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ან მე არ მომისმენია. პოლიტიკურ დისკუსიებში ხო, თქვენ პოლიტიკოს რომ არ მოგისმენიათ, თუნდაც პოლიტიკურ დისკუსიებში პოლიტიკური იდეა, რომელიც სულ ცოტა განხილვას იმსახურებს თქვენი მხრიდან საკმაოდ მძიმედ ყოფილა პოლიტიკო ოპოზიციურ სპექტრში, მაშინ საქმე გამოდის. არ ვიცი, თქვენ მოგისმენიათ, თქვენ ხო პოლიტიკური ჟურნალისტი ხართ და усმენთ მუდმივად პოლიტიკოსები. ყველას თავისი ხედვა, ის რომ мотиваცია უნდა გაიზარდოს მოქალაქეებისა, რომ მეტი ადამიანი გამოვიდეს. ხო, სურვილები მათ ძალიან ბევრი მაქვს, მე ვამბობ სამოქმედო გეგმაზე, პოლიტიკური ბრძოლის გეგმა, ვინმე თქვენ სტუდიაში თუ წარადგინა არ ვიცი, ან მოგისმენიათ, რომ არსებობს და ვინმე თქვა უარი ამაზე განხილვაზე, მე ძალიან დამაინტერესებს, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, სურვილები არ არის გეგმა. სურვილები არ არის სამოქმედო გეგმა და არც პოლიტიკური შეთავაზება და კიდე ერთხელ ვამბობ, თუ ვინმეს აქვს რაიმე პოლიტიკური იდეები, რომლის განხილვაც უნდა რაღაც ერთიან ფორმატებში, ლელო არასდროს არ ყოფილა პირიქით. ჩვენ ყოველთვის ხართ ვიჯერდით ერთიან. როგორ ფიქრობთ, აი რატომ დგას დღეს ასეთი უიდეობის პრობლემა ოპოზიციურ სპექტრში, აი მართლაც ვერ ხედავენ ვერანაირ ეფექტურ გზას, რაღაცნაირად ხელისუფლების შეცვლის, სულ ცოტა კომპრომისზე წამოყვანის ქართული ოცნებისა თუ ეს ყველაფერი, ანუ ეს გვარი სტაგნაცია, ხო, შეიძლება ამას უძრაობაც ვუწოდოთ პოლიტიკურ პროცესებში გამიზნულად მიზანმიმართულად ხდება. ხო, ნუ ამაზე მე შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო, მაგრამ როგორც გითხარით, ჩემი სურვილი ნამდვილად არ არის, რომ
რაღაცა სხვების შეცდომებზე მიუთითო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შეცდომებზე საუბარი არის დადანაშაულება მათ შორის. ამიტომ მე ერთ რამას ვიტყვი, რომ ძალიან უხეში შეცდომები დაუშვა ოპოზიციურმა სპექტრმა და ამისი მათ შორის მარტო ამის არა, ცხადია, რეპრესიული რუსული რეჟიმი, როდესაც მართავს ქვეყანას და მისი ამოცანა არის, რომ გაანადგუროს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის რეპრესიებით, მათ შორის ციხეში ან გაშვებით, ან დამუქრებით, რომ კიდე დიდხანს გაგიშვებენ ციხეში, რთულია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესის წარმართვა, მაგრამ ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, ის, რომ პოლიტიკის მოკლას ცდილობს რეჟიმი, მაგრამ ასევე მგონია, რომ მაინც შეცდომებიც იყო აქეთა მხრიდან დაშვებული, ჩვენი მხრიდან, ესე ვიტყვი, კოლექტიურად. ხო, და არის თქო ამ შეცდომების გამოსწორების რესურსი. მე კითხეთ, არის დღეს ამისი რესურსი შესაძლებლობა, რომ ოპოზიციამ რაღაცას დაივიწყოს ყველა ძველი წყენა, გადააბიჯოს საკუთარ თავს და ის სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ერთმანეთთან პარტნიორული ურთიერთობა. მე პირადად არანაირი პრობლემა არ მაქვს არასდროს არავის მიმართ წყენის დავიწყების. ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, მაქვს ერთადერთი მოთხოვნა ყველასთან, ვისაც სურს თანამშრომლობა, რომ მას კონდეს მოქმედების გეგმა, კონდეს რაციონალური გეგმა და იყოს რეალისტი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გვესმის ხშირად რაღაცა ლოზუნგები, მოწოდებები, ლოზუნგი და მოწოდება სამოქმედო გეგმა ვერ იქნება და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი, მით უფრო ჩიხში შევა პოლიტიკური პროცესი და მე არ მჯერა, პირდაპირ გეტყვით, რომ არ მჯერა იმის, რომ ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრი განადგურდება და იქ რაღაცა ამ უდაბნოში აღმოცენდება რაღაცა გადასარავი პროევროპული დღის წესრიგის დემოკრატიული ოპოზიცია. არა. ამიტომ აქ იმაზე კი არ არის საუბარი ოპოზიციას რა სჭირდება საკუთარი თავისთვის. არა, აქ საუბარი არის ქვეყანას რა სჭირდება და ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური პროცესი. ეს პოლიტიკური პროცესი გეთანხმებით. დღეს არის ჩიხში შესული და მიძინებულია და ეს ალბათ ყველა საფიქრალი არის დღეს როგორ უნდა შეიცვალოს. თუმცა ჩიხში არ არის შესული გეოპოლიტიკური პროცესი. პირიქით, ხომ? აი ეს რაღაცა ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები სოფლიოს გარშემო, რომ ანალიტიკოსებსაც კი უჭერთ გადაჭრით თქვან ახალი რაღაცა გეოპოლიტიკური უწესრიგობა მყარდება თუ წესრიგი. აი მოკლედ კითხოთ, ბევრი მიდის მსჯელობა იმაზე, როგორ უნდა მოიქცეს საქართველო ამ სიტუაციაში, რომ აი გლობალურ საერთაშორისო პარტნიორებს ახლა კიდევ უფრო მეტად არცალიათ ჩვენი ქვეყნისთვის და ჯობია ჩუმად ვიყოთ. მეორე ნაწილი ამბობს, რომ არა პირიქით რა დროს მოდუნება უნდა ვეძებოთ სტრატეგიული პარტნიორი, რომ ამ წესრიგობაში თავი როგორმე გადავირჩინოთ. რისი გაკეთება შეგვიძლია ამ ვითარებაში? ხო, ახლა ჩვენ რეალურად დღეს რო ყავდეს ქართული ხელისუფლება და რუსების ფაქტიურად ოკუპაციის ქვეშ არ ვიყოთ, იმიტომ რომ საქართველო დღეს არის უკვე შეზღუდული სუვერენიტეტის მქონე ქვეყანა, რომელიც საკუთარ საგარეო პოლიტიკას თავად ვეღარ წარმართავს. ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვეძლო და ამიტომ არის ძალიან სავალალო, რომ ამ ისტორიული მოცემულობის დროს, როდესაც შეიძლება ძალიან დიდი ხნით მიდის ხო გადანაწილება რაღაცა ასე ვთქვათ მსოფლიოში ქვეყნების ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ძალიან არასწორ ადგილას. ეს არასწორი ადგილი მე მინდა რომ საზოგადოებას ესმოდეს რომ ვერ იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენარჩუნება ნომინალურად გვერდება ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო რეალურად ჩვენ ვიქნებით როგორც აი დღეს ივანიშვილმა ეს ქვეყანა გახადა რუსეთის ჭუჭყიანი უკანა ეზო. აი ჭუჭყიანი პირდაპირ ნიშნულობით იქ სადაც ჭუჭყიანი ნავთობის რაღაცა გარეცხვა ჭირდება, ჭუჭყიანი ფულის გარეცხვა ჭირდება, მოკლედ კრიმინალური რაღაცა შავი ხვრელი გახდება საქართველოს რუსეთის ეკონომიკის გაგრძელებას. აი ეს არის ის რისთვისაც დღეს წირავს ივანიშვილი ამ ქვეყანას. რეალურად ჩვენ რო დღეს ყავდეს ქვეყანაში ეროვნული მთავრობა, რომელიც საკუთარი ხალხს ემსახურება და არა საკუთარ რუს უფროსებს, რა თქმა უნდა დღეს საქართველოს ერთადერთი გამოსავალი ეს არის ძალიან დაჩქარებული გზით ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ჩვენ სამშვიდობოს გავახციოთ იმას, რაც აკეთებს მოლდოვა. ძალიან წარმატებით. ჩვენზე გაცილებით მცირე რესურსების, ჩვენზე ღარიბი ქვეყანა, მართლა რომელიც ჩვენზე გაცილებით ჩამორჩენილი იყო რამდენიმე წლის წინ. დღეს მოლდოვა არის სწორედ ის პატარა სახელმწიფო, რომელმაც ძალიან წარმატებით მოახდინა გამოყენება საერთაშორისო ვითარების საკუთარი დღის წესრიგისთვის და ის გახდება მალე ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენი მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც ძალიან კარგად იყენებენ ახალ ვითარებას, სომხეთი, რომელმაც ასევე სრულიად ახალი მომენტუმი შექმნა ევროკავშირთან ურთიერთობებში და რუსეთის
გაწევაში. აზერბაიჯანი, რომელსაც გარდა იმისა, რომ თურქეთი უმაგრებს ზურგს, მათ შორის სამხედრო შეთანხმებით, ახალ საერთოდ მასშტაბზე გავიდა სტრატეგიული თანამშრომლობის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ორივე მათგანს სხვა შორის ჩინეთთანაც აქვს სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი. ერთადერთი ყველაზე უტვინო, მე ვიტყოდი, აი ხლა დღეს რო გადახედო რეგიონს, ყველაზე უტვინოდ გამოიყურება დღეს საქართველოს, რომელიც ისტორიულ შანსებს ASE ატანს ქარს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ძალაუფლების დაკარგვა და უნდა გააგრძელოს აი ამ რაღაცა ცირკის ჩვენება, რომ თურმე გუშინ ღარიბაშვილი მის შვილის უახლოესი მეგობარი რო იყო და მისი უახლოესი გარემოცვა და 14 ხან ის იყო, რა ქვია, ორჯერ პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თურმე აღმოჩნდა, რომ ესე იგი 14 წელიწადი ქვეყანას ძარცვავდა, ისე რომ არაფერი არ იცოდა არც ივანიშვილმა და რაც მთავარია, არც კობახიძემ და მისმა აი ამ დაჯგუფებამ, რომელიც პარლამენტში იჯდა მთელი ეს წლები და პირდაპირ ევალებოდათ კონტროლი მათ შორის კორუფციის აღმასრულებელ შტოში. აი ჩვენ გვაყურებინებენ აი ამ რაღაცა ცირკს, გვაკარგვინებენ მათ შორის ისეთ შესაძლებლობებს, რა შეიძლებოდა საქართველოს გაეკეთებინა. საქართველოს დღეს იქნებოდა გასაღები შუადერეფნის ჩვენ რო ქონოდა ანაკლიის სპორტი, რომელიც ისევ არ აშენდება, როგორც ვატყობთ, იმიტომ რომ ისევ ჩიხში არის შესული. ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა ჩვენ რო დღეს ყოველდა სხვა ხელისუფლება. ამ ხელისუფლების პირობებში სამწუხაროდ სანამ ესენი რჩებიან ძალაუფლებაში, ერთადერთი რაც გველოდება, ეს არის სიღარიბე, სიღატაკე და რუსეთის კიდევ ერთხელ ამბობ ბინძური უკანა ეზოს როლის შესრულება მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე.